რა საკში არის უკეთესი რომ ბავშვს უთხრათ რომ ის არის აყვანილი და თუ მშობელი არ ეუბნება შვილს რომ აყვანილია და ეუბნება მეზობელი, მეგობარი, კეთილისმცრული, ამ დროს რა ხდება ბავშვის ფსიქიკაში და გარდა ამისა, როდესაც მე ვიცი რომ ადამიანი არის აყვანილი და მას ამას ვეუბნები. შეიძლება თუ არა. რომ ეს ნაბიჯი ჩვენ გადავდგეთ და ჩვენ თავზე ავიღოთ ამხელად ვირთი. ხო, ეს ჩემი პასუხისგებლობიდან გამომდინარეა ამ ადამიანთან ურთიერთობას თან მიმართებაში, ხო? ანუ კარგი იქნება თუ მშობელი თავიდან ვეუბნება ამას, ან ძალიან ცუდი არის გარდატეხის ასაკი მაგისთვის, ხო? ან მერეც თუ არის ნათქვამი, ძალიან კარგი არის. მაგრამ მაგალითად მეგობარი ხარ და არ ეუბნები ამას. ფაქტიურად მეგობარი არ ხარ, ფაქტიურად ღალატობ. ეს არის სინამდვილე, ხო? ამიტომ მე არ ვიძახი ეს უნდა გააკეთო თუ ის არ უნდა, მაგრამ ფაქტი რაც არის, ის უნდა თქვა. ფაქტი არის ის რომ ღალატობ. ანუ შენ იცი რაღაცა და არ ეუბნები მას, ხო? ანუ არ ხარ გულწრფელი ურთიერთობაში. ანუ შენ იცი ის ვინ არის და შენ მას არ ეუბნები. მაგრამ არ ვიცი წინასწარ მას რა რეაქცია იქნება. იქნება ძალიან მძიმე რეაქცია. მე არ ვიძახი რა უნდა უთხრა, მე ვიძახი რომ შენ მეგობრულობაში ეგ არის ღალატი, ჩვეულებრივად. ფაქტ დავარქოთ სახელი რაც არის.